რუსთავიორის გადაცემა ექიმები არ მხოლოდ თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავს, არამედ მოზარდებში პროფესიის არჩევაზეც ახდენს გავლენას. ხობის პირველ საშუალო სკოლაში გადაცემის საკუთარი ვერსიის პრეზენტაცია მოაწყვეს. მალე კი სასკოლო შოუს მონაწილეები საკუთარ გამოცდილებაზე რეალურ ექიმებთან სტუდიაში ისაუბრებენ. საერთოდ მინდა რომ კომპიუტერული ინჟინერი გამოვიდა. მე იურისტი მინდა გამოვიდე. მინდა სამსახიობო კარიერა წამოვიდა. არქიტექტურას გავყვი. აი ჩემს მაინც გავიტან და ჟურნალისტი მაინც გამოვა. იმის გამო რომ ექიმის პროფესიას სწავლა ხანგრძლივად სჭირდება, ამასაც ის მოსწავლეებს შორის აქამდე არც ისე პოპულარული იყო. ბოლო სატელევიზიო სეზონმა მათი არჩევანი შეცვალა. მე მინდა ვიყო ბავშვთა ექიმი, პედიატრი. ექიმობა მინდა და კათოლიკობა. ეს ხობის ნომერ პირველი საშუალო სკოლაა, რომელიც სულ რაღაც ერთ ღამეში რეგიონის ყველაზე ცნობილ სასწავლებლად იქცა. YouTube-ზე განთავსებული ვიდეო ამ სკოლის მერვე კლასშია გადაღებული. კლასგარეში გაკვეთილად მოსწავლეებმა გადაცემა ექიმები. თემად კი სტრესი აირჩიეს. ამ სახალისო მაგალითებით და სამეცნიერო თეორიების ვიზუალიზაციით რუსთავიორის ექიმები ტელევიზორებთან თინეიჯერებსაც სვამენ. გართობასთან ერთად კი ისინი ეთერიდან სასარგებლო ჯანმრთელ რჩევებს ისმენენ, აღმოჩენებს აკეთებენ და სწავლობენ რა მითია და რა რეალობა. შველისხმარა დამწერლობას მაწონიდან ხალხის უმრავლესობას ქონდა რომ იყო რეალობა, მაგრამ ეს აღმოჩნდა მითი. იმიტომ რომ ეს მაწონი არშხულის დამწერლობას უბრალოდ ეს აკანს აგრილებს. ეს იყო გვანდებზე და ეს იყო ნაყინი, რომელიც ჩვენ მოგცეს უფლება, რომ ეჭამა მაშინ როდესაც მოგეწონებოდა კომპიუტერთან სიხარ ესეც აზიანებს კბილების ჯანმრთელობას. რომ სტრესი შეიძლება იყოს უარყოფითიც და შეიძლება იყოს დადებითიც. მე მახსოვს ბაყავს აჩენს თუ არა მუწუხს მაგრამ მე რაო? იცი ყოფილა მე რეალობა მეგონა. ცხელი წყლის დალევარ, კაიო გასწევრის დროს წელისთვის ის ცხელი ჩაი, ცხელი ნაყინი, ხო? თუ გავიგეთ რომ ეს ყიდრო პირიქით კიდევაც და გაღიზიანებს წელს. ძალიან ნიჭიერი ბავშვები გამოდის ზოგი მის შეზღუდული შესაძლებლობების არის, მაგრამ მათ ზოგს ხატვის ნიჭი აქვს. ხობის საგანმანათლებლო რესურს ცენტრმა სასკოლო ქსელის პროექტი წამოიწყო. თამილა გერგაიამ ბავშვების თხოვნას წინააღმდეგობა არ გაუწია და ექიმები დაიდგა. სასკოლო შოუ ტელეშოუს კოპირება არ ყოფილა, რადგან მერვე კლასელმა მოსწავლეებმა ამ პრეზენტაციაში ბიოლოგიის გაკვეთილებზე იქამდე შეძენილი ცოდნაც გამოიყენეს. ხშირად მესმოდა რომ მე მოვისმინე გადაცემიდან მახსოვს რამდენიმე კითხვაც კი დამისვა გაკვეთილის შემდეგ, აი თუ იცით მასის როგორ არის იქ და მე მივხვდი რომ ეს ბავშვები ამას უყურებენ. მასწავლებლებმა და მშობლებმა იმ შეხედულებებსაც გადახედეს, რომ ტელევიზორი დროის ფლანგვაა. ეს არის არაჩვეულებრივი გადაცემა, საიდანაც ადამიანი სწავლობს ძალიან ბევრ სასარგებლო რამეს, მიიღებს ძალიან კარგ რჩევებს და მინდა ვთქვა, რომ ამათი პატარა შოუ, რომელიც სკოლაში დადგეს, იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმით რომ მოიცავდა ძალიან დიდ ინფორმაციას. ხობის პირველი სკოლის მერვე კლასმა ბიოლოგიაში ნერვული სისტემის თემა უკვე დახურა. არ დადეგებამდე კი ისინი სრულიად ჯანმრთელი მოზარდები ექიმების სტუმრები იქნებიან.